გამარჯობა. მოგესალმებით ჩვენი ახალი გადაცემით, სახელწოდებით დღეს რა ვჭამოთ. ჩვენი გადაცემის მიზანი იქნება დეტალურად, პრაქტიკულად და მარტივად გემრიელი კერძების გაკეთების საიდუმლო აგიხსნათ. ამისთვის ვესტუმრებით სხვადასხვა საუკეთესო შეფზარეულს ქალაქში და სწორედ მათ ხოთ თავიანთი საიდუმლოებები გაგვიზიარონ. ჩვენი პირველი გადაცემის მასპინძელი არის სამწვადე ცეცხლი აინთო, რომელიც ეკუთვნის სხვათა შორის ჩემს მეგობარს, მას ცოტა ხანში გაგაცნობთ და სწორედ აქ ეცდებიან აგვიხსნან რაში მდგომარეობს ცნობილი კახური მწვადის გაკეთების საიდუმლო. გამარჯობა მიშო, მადლობა მასპინძლობისთვის. მიხეილ ჩაფურიშვილი არის, როგორც უეითხარ, ჩემი მეგობარი და არის ქართული სწრაფი კვების ქართული ქსელის ცეცხლი აინთოს თანადამფუძნებელი. დაახლოებით 2 წელია ჯერ არც კი რაც ეს ამ ქსელის შექმნა დაიწყეს და აქვთ ნამდვილი ქართული კახური მწვადი. რატომ ქართული მწვადი? რა არის განსაკუთრებული? რამ შეაყვარა ასე ძალიან? აი ეს მინდა რომ გითხო. ქართული და კახურიდან. კახური, იმიტომ რომ მაინც მწვადი, სადაც არ უნდა ვიყოთ, რაც არ უნდა ვთქვათ, მაინც კახურთან და კახეთთან ასოცირდება. იდეა მოვიდა საიდან? მოდი იდეაზე გეტყვი ორი სიტყვით. მე მქონდა საოფისე სამსახური და მუდმივად მიწევდა ერთი და იგივე საკვების ჭამა, როგორც ყველას. ეს არის, აზიური, შაურმა, ამერიკული ფასტ-ფუდ ქსელები და მივხვდი, რომ რაღაც მომენტში ეს უკვე ძალიან მომწყინდა. და ვიფიქრე, რატო არ შეიძლება არსებობდეს ქართული ფასტ-ფუდიც, რომელიც ერთი წყვილ იქნება ხელმისაწვდომი, იქნება ჯანსაღი შედარებით, სხვასთან შედარებით, იმიტომ რომ ფასტ-ფუდი ასოცირდება რაღაცნაირად ჯანკთან და ცუქთან, მაგრამ შეიძლება რომ იყოს ჯანსაღიც და იყოს ისეთი რაღაცა, რაც ყველას გვიყვარს. აი, მწვადი და შოთი რომ ყველას უყვარს, მე მგონი აქ, რა ვიცი, ორი აზრი არ უნდა იყოს. და გადაწყვიტე, რომ დაგენებებინა სამსახურს და გაგეკეთებინა. პარალელურად დავიწყე, დაახლოებით ალბათ წელი-წელიწად-ნახევარი სამსახურის პარალელურად ვათავსებდი, მაგრამ მივედით იმ დონემდე, უკვე მივხვდი, რომ დროა სრულიად თავი დაუთმო ამ საქმეს. ამ ყველაფერს მე როგორც მახსოვს, წინ უძღოდა ის, რომ შენ თვითონ როგორც კახელი ძალიან კარგად ამზადებ მწვადს, ხინკალს. ახლა მე გეტყვით ეს საიდან ვიცი. ჩვენი გადაცემის სახელი დღეს რა ვჭამოთ, ასე ჰაერიდან არ მოგვიტანია. 7-8 წლის წინ მე გავაკეთე Facebook-ზე ჯგუფი ამავე სახელწოდებით დღეს რა ვჭამოთ და გადავწყვიტე, რომ ჩემი მეგობრები იქ გამეერთიანებინა და რაღაცა გვესაუბრა, აი როგორ შეიძლება გავაკეთოთ გემრიელი კერძები. შემდეგ ამ ჯგუფმა მიიღო რაღაცა ესეთი community-ის, ანუ საზოგადოების ფორმა, სადაც ადამიანები განიხილავენ მართლა კერძის რეცეპტებს, რესტორნებს მოიხილავენ, ხანდახან პოლიტიკურ საკითხებსაც განიხილავენ და ძალიან საინტერესო სამეგობრო შეიქმნა. ზუსტად იქ გავიცანით და იქიდან დავმეგობრდით მე და მიხეილი. მე კახელი ვარ. ეს უნდა აღვნიშნო და რაღაც ბავშვობიდან ხორცთან და მწვადთან, ახლოს ვიყავი. კახეთში მწვადი არის რაღაც რამე ხდება, მწვადი უნდა შეიცვას, სხვანაირად არ შეიძლება. რა ხდის კახურ მწვადს, რა ხდის განსაკუთრებით? რატომ ვერ შეწვავთ თქვათ იმერეთში კარგად მწვადს? რა იციან კახელებმა ისეთი, რაც არ ვიცით თქვათ ჩვენ სვანებმა? პირველი რაც არის კახეთი და ზოგადად კახური სამზარეულო გამოირჩევა სიმარტივით. სინამდვილეში რაც მარტივია, უფრო გენიალურია. ამის დაჯერება ძალიან უჭირთ ხოლმე, რომ როგორ შეიძლება მარტო ხორცი და მარილი იყოს გემრიელი, მაგრამ სინამდვილეში ეს სიმარტივე და ეს მარტივი კომბინაცია ქმნის საოცარ გემრიელს. მაგრამ ნებისმიერი ხორცი და ნებისმიერი მარილი ერთად ვერ იქნება გემრიელი. აი რა არის თავიდან დავიწყოთ, რომ მარინადზე აქ საუბარი არ გვაქვს. ვართან უნდა ვიცოდეთ კარგად ხორცის არჩევა. მოკლედ დახელოვნებული უნდა ვიყოთ ხორცის არჩევაში. და ეს კახელებს გენეტიკურად, იმიტომ რომ გინდა თუ არ გინდა, ძალიან ხშირად გიწევს ამის გაკეთება და როცა რაღაცას მუდმივად აკეთებ, გამოცდილებაც მოდის. ეს ნიშნავს, რომ ყველა თქვენი მემწვადე კახელია? თითქმის სხვათა შორის და აი რო შევადაროთ კახელები უფრო მეტნი არიან. იმიტომ რომ მოდიან ხოლმე მაშინვე რაღაცნაირად კახელები უფრო მეტნი მოდიან, იმიტომ რომ რაღაცნაირად ჩვენში ალბათ რა რაღაცა გვაქვს. გაგვაცანი მემწვადე მაშინ და კითხოთ კახას ჩვენ ერთ-ერთ ასე ვთქვათ ყველაზე გამოცდილ და კარგ მემწვადეს ის უფრო კარგად მოგიყვებათ უფრო დეტალებზე და რაღაც საიდუმლოებსაც გაგაგებინებთ. ბოლომდე ალბათ არ გაგიმხელთ, მაგრამ მაინც დარწმუნებული ვარ, რომ ბევრ რამეს გაიგებთ კახას. კარგი, გადავინაცვლოთ მაშინ ახლა სამზარეულოში მაყალთან, სადაც იწვება რამდენიმე სახეობის მწვადი, მე მგონი ქაბაბიც. კი, ქაბაბი. და აი ამაზე ახლა გავიგოთ, აბა როგორ აკეთებენ ნახოთ ჩვენი თვალით და იმედია სურნელი მაქამდეც მოვა და იგრძნობთ რა გენიალური სუნებია ახლა აქ. აი სამზარეულოში ვარ უკვე ნამდვილ მაყალთან, თან ეს მაყალი არის შუა ქალაქში, არ არის კახეთში, მაგრამ რაღაცნაირად მაინც კახური მწვადს ამზადებს კახა. კახა მოგვიყევი, რას აკეთებთ ისეც, რასაც სხვა ვერ გააკეთებს.
ну, განსაკუთრებულს არაფერს, უბრალოდ დიდი ყურადღება საჭირო, პირველ რიგში პროდუქტი უნდა გიწყობდეს ხელს. იყოს საუკეთესო, როგორ დავარჩიო, მაგალითად მე ხორცი. საუკეთესო პროდუქტი, ну, ეგ უკვე ცოდნი ადამიანი დაგჭირდებათ მაგისთვის. არა, მე მინდა რომ თქვენ მასწავლოთ ეს. აი მაგალითად მივდივარ და ვყიდულობ, როგორ მწლე ხორცს ყიდულობ, ცხიმიანს, ზოლებად ლოქოდეცი, უნდა ითქვას, რომ პირველი უგემრიელესი არის ნეკნის ნაჭერი, რომელიც არის და არ უნდა იყოს რაღაცა ფერმის ეგრეთ წოდებული პრემექსიანი ხორცი. ხო, ეს თავისთავად, ანუ ჯანმრთელი პროდუქტი გჭირდება იმის, რომ გემრიელი მწვადი გამოვიდეს. მაგრამ მე აი თქვათ ამ მწვადის ნაჭრებს როგორ არჩევ? შემდეგ რომ მშრალი არ იყოს. კი ბატონო, ეს ყველაფერი ძალიან ბევრ რამეზეა დამოკიდებული. ერთ-ერთი ის, რომ ზომიერად დაიჭრას ყველა ნაჭერი, შამპურზე თანაბრად აგებული უნდა იყოს აუცილებლად. არა, დაცალკევებული არ უნდა იყოს, მაგრამ არც ჩახუტებული არ უნდა იყოს. იმიტომ რომ შუალედებშიც იმ დონეზე უნდა აიგოს, რომ შეწვის პროცესში რომ შეიგუშება ხორცი, პატარა ადგილები დარჩეს. ნაჭერის და ნაჭერის შუა. რა თქმა უნდა, არა, არ ვამარინადებთ, მარილიც ზომიერად ეყრება შეწვის პროცესის წინ და ეს არის მერე თანმიმდევრული პროცესი, რომელიც ნაჭერი თანაბრად უნდა იყოს დაჭრილი, შამპური შუაში უნდა იყოს აუცილებლად გავლილი ნაჭერში, გარედან ცეცხლი წვალს, შიგნიდან შამპური. ანუ შამპური ცეცხლი რა თქმა უნდა, კი ბატონო, შიგნიდან შამპური გეხმარება შეწვის პროცესში. ცეცხლი რა თქმა უნდა, როგორც ახლა არის, თანაბრად უნდა იყოს გაშლილი, მაყალი რა თქმა უნდა, თანაბრად უნდა იყოს ძირი, როგორც აგერ ხედავთ არის. რა თქმა უნდა, გაწოვის სისტემაც უნდა იყოს გამართული, რომ ეს უკვე რესტორნის სპეციფიკა, მაგალითად ეზოში თუ წავს შეგვიძლია ამაზე ავიდარდოთ. ეზოშიც შეგვიძლია, რომ ნაკვერჩხალი აუცილებლად თანაბრად დავასწოროთ, აუცილებლად. დაახლოებით რამდენი ხანი ჭირდება შეწვას? 15 წუთი 12-დან 15 წუთამდე. გააჩნია რამდენად ცხიმიანია და რა ტემპერატურა, როგორი ცეცხლი გვაქვს მომზადებული. 12-დან 15 წუთამდე. როგორ უნდა მივხვდე, რომ მწვადი უკვე მზად არის და უნდა გამოვიღო, რომ არ გამომიშლეს. ნუ, როცა ქონი თავიდანვე იწყებს გაყვითლებას, შემდეგ უკვე სიწითლეში მიდის, მაგრამ როცა ამ ქონის სიწითლეს გამოყვება თვითონ ხორცის სიყვითლე უკვე და წამოვა ხორცის შეწვაში, დაბრაწვაში, გარედან რო ვთქვათ, აი როგორც ზარეულების ენაზე რო ვთქვათ, არამელირებას გადის გარედან, გამოდის ის სილამაზე, რაც აქვს და რაც უგემრიელეს ხდის მწვადს და უკვე ხვდები, რომ იმას არ უნდა მეტი არაფერი, აბსოლუტურად ყველგან ხორციც და ცხიმიანი ადგილიც რო დაბრაწული აქვს, იქ დამთავრებული აღარ უნდა იმ მწვადს არაფერი. მარილზე მითხარით რა. აი მე მომეჩვენა რომ თქვენ როგორ მწვადსაც აკეთებთ, ის არის ოდნავ უფრო სუსხიანი მარილიანი, ვიდრე მანამდე მწვად საერთოდ უხდება მარილი, როცა წინ უსწრებს, ოდნავ უნდა უსწრებდეს, მაგრამ არა ისე, რომ რაღაცა შემაწუხებელი იყოს და არასასიამოვნოდ მისართმევი. არ უნდა აკლდეს. მწვადს წინსრებით უხდება მარილი. არ უნდა ეკლდეს, მაგრამ არც მეტი არ უნდა ქონდეს. ეს უკვე ხელზეა დამოკიდებული, მეჩვევა, რაღაც ცოტა პრაქტიკა, ცოტა ეს ავიცი, ყველაფერი ხელს გვიწყობს აქ, რო გითხრათ, იმისთვის, რომ ქონდეს იდეალური მწვადი და ჯეჯერობით გვაქვს და გვექნება კიდეც. არაფერი არ გვიშლის ხელს იმაში, რომ მინდა რომ ქათმის მწვადზეც მითხრათ, იმიტომ რომ თქვენ ქათმის მწვადის გაქვთ, რომელიც ჩემთვის ძალიან უყვარს და რაღაცა სპეციფიკა აქვს ქათმის მწვადის მომზადებას. ქათმის მწვადი მარინადდება როგორც 99% ობიექტებში ყველგან, მაგრამ ჩვენ გვაქვს განსხვავებული რაღაც მარინადის რეცეპტი, რომლითაც აი ესე ზეიდეალური ქათმის მწვადი გამოდის. არა, მაინც უნდა გავიხილოთ, ისე არ გამოდის. ნუ შემადგენლობაში ჩვენ მაინც გავაკეთებთ ისეთ კარგს. შემადგენლობაში შედის პომიდორის საწეველი, კინგტონი, ესე რომ ეგრეთ წოდებული, მაიონეზი, არაჟანი, ზეთი, მერე უკვე სუნელები და ის ერთი ჩვენი საიდუმლო ესე რომ ვთქვათ, მაინც არ გვეუბნებიან. ხო, ბოლომდე მაინც ვერ ვიტყვი. და ამის ხარჯია რომ გამოდის რბილი? კი, რბილი, ნუ ქათმის ფილე ისედაც არ არის მაინცა და მაინც მაგარი, მაგრამ რაღაც 3 საათიანი პროცესი მაინც ჭირდება იმისთვის, რომ ეს ყველაფერი შეითვისოს, შეითავსოს, შეიწოვოს და გამოვიდეს ზეიდეალური ქათმის მწვადი. აი ეგ არის მაგიტოა ყოველთვის მადლობა, კარგი იყო, უგემრიელესი იყო და ასე შემდეგ ესეთი კომენტარები გვაქვს. ახლა საშინლად ცხელა, ჩემი სახე ალბათ ნახევარი წითელია, მე თქვენ ამას როგორ უძლებთ ეტყობა. ცეცხლი გამძლეა. ჩვენ მიჩვეულები ვართ.
არ არის პრობლემა. და ქაბაბზეც მიხარით რამდენიმე სიტყვით რა ხდის? ქაბაბი ჩვეულებრივ სტანდარტული ზომა, როგორც რესტორნებში 250 გრამია რაოდენობაში. ჩვეულებრივ შერეული ქაბაბია, ღორი. აი ეს ამხსენთ რასთვის რომ შერეული ქაბაბი. ღორის ხორცი და საქონლის ხორცია ერთმანეთთან 70% 30%-ზე. ქათმის ხორცი ერევა ქაბაბს, ერევა? დიახ, ქათმის ხორცი ერევა რაღაც 15%-ამდე. იმიტომ რომ შეიკავოს ქაბაბმა თავი, არ დაიშალოს და მე რო გასწლება, დაიშლება, ჩათვალე რომ იქიდან ცხიმი დაიღვრება, რაც ქაბაბს მე უკვე გამოაშრობს. ხო, რაც არ უხდება ქაბაბს უხდება რომ იყოს იდეალური, იყოს წვნიანი, სოჩნი. ეს თუ გასკდა დაიშალა, ჩამოვარდა, არ გამოვა ეგრე არაფერი. ესე იგი თქვენ რაღაცა პროპორცია გაქვთ ისეთი შემუშავებული, რომელიც ფორმას ისე უნარჩუნებს, რომ დაირღვეს არც პატარავდება, არც იშლება, არც ხდება და არც იმ წვენს არ კარგავს. რაც ქაბაბის რაც წვადს და ქაბაბს წვადს. 2000 წელს ვისწავლე ეს საქმე და პატარა შესვენებებიც რო გამოვაკლოთ, 17 წელი მაინც გამომივა ის შესვენებების გარეშე. ანუ ძალიან გამიჭირდება რაც მასწავლეთ მაგრამ ხო, აი ეხლა უკვე ნახეთ, აი ამ დონეზე შეხედეთ უკვე ცხიმიც და ხორციც თანაბრად არიან დაბრაწულები. აქედან გამომდინარე ამას უკვე კი ბატონო, აი აგერ არის, აი კი ბატონო. და ამას უკვე მეტი არაფერი აღარ უნდა. ეს უკვე გადავა ეხლა დაწვის პროცესში. შემდეგ კიდევ რო გავაგრძელოთ. კი ბატონო, ეხლა ჯობია რომ ავიღოთ და მოხმარებელს გაუგზავნოთ გემრიელად მიირთოს. ვაუ. ეს არის უკვე სამზარეულოდან სუფრამდე მოტანილი მწვადი წითელი ხახვის გოლები. ხო? წითელი ხახვი აუცილებელი. რატო წითელი, თეთრი არ მოუხდება? სულ სხვა არომატი აქვს, სულ სხვა გემოს აძლევს მწვადს. ჩავთვალავთ რომ ეს მორჩენილი ხახვი რაც მორჩება, კიდევ ერთი ნაჭერია მწვადის. ეს არის როგორც შენ თქვი, ქართული ტრაფიკების შეფუთვა, ხო? კი, ეს არის ქართული ფასტ-ფუდი რეალურად ჩვენი 4-ვე პროდუქტი, ეს არის კახური მწვადი, აი ჭრელი ნაჭრები, ესე რომ ვთქვა, მჭლე, ცხიმიც. ეს კლასიკური, ვისაც ნაკლებად ცხიმიანი მწვადი უყვარს, ქაბაბი, ქათმის მწვადი, ყინვალი, რომელსაც ჩვენ ვაკეთებთ, ამასაც ჩვენ ვაკეთებთ. ეს ნაშარაბია ქათმის მწვადისთვის. ეს ქაბაბისთვის და ვისაც მაინც და მაინც ყემლით უყვარს მწვადი, მათთვის ყემალი კი, აი როგორი ნაჭრები შეხედეთ. ეს არის ჩვენი მოსა. აი ზოლიანი ნაჭერი, თავისი ხახვა. კი, ზოლიანი ნაჭერი. ეგ არის კარგი. ახალი შოთი. დასწავლია. კარგია. მოკლედ მეგობრებო. არ ვიცი ამ რამდენიმე წუთში რამდენად შევძელი თქვენთვის აღვეხსნა როგორ უნდა გააკეთოს არაკახელმა საუგეთო კახური მწვადი. თუ რამე მოგმართეთ კიდევ დაუკავშირდეთ მიხეილს. კი, ჩვენ აქ ვართ, მუშაობთ. თელღი ამას ვაკეთებთ. ვცდილობთ რომ რაღაც სულ სხვა საფეხურზე ავიყვანოთ მათ შორის მწვადის გაკეთებას, რაც ჩვენ და გასაკვირად, კი, ალბათ არის ოჯახებში, მაგრამ სარესტორნო სფეროში ცოტა მოიკოჭლებს. თამამად შემიძლია ვთქვა. რა ხდება კიდევ? მიხალ უნდა დავამატო კოკა-კოლა, რომელიც კახეთში ნამდვილად დარწმუნებული ვარ, არ არის მწვადის ნაწილი, მაგრამ მე მინდა რომ ჩვენი გადაცემის სპონსორი გახდეს კოკა-კოლა. ამიტომ მიუხედავად რომ ჯერ არ არის ჩვენი გადაცემის სპონსორი, გადავწყვიტე რომ კოკა-კოლა მაინც გამოვაჩინო. იმედია გახდება, დაგვაფინანსებს, დაგვეხმარება რომ გავაგრძელოთ ვიდეოების სერია და კიდევ უფრო გემრიელი, არანაკლებ გემრიელი რეცეპტები შემოგთავაზოთ შემდეგ ეპიზოდებში. დროებით.